ყოველდღიურად აქ თქვენს გვერდით დგომა და მართლა მთელი კვირის განმავლობაში აქ მოსვლა ხოლოდ იმის საფუძველზე არის ჩემთვის შესაძლებელი რომ ვიცი რომ აქ დამხვდებით და უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის რომ ყოველ დღე აქ მოდიხართ და ზუსტად გესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბრძოლა. Გოტამ ბათუმის ამბავი ახსენა და კიდევ ერთხელ სოლიდარობა ბათუმს, სოლიდარობა ზუგდიდს, სოლიდარობა ქუთაისს, სოლიდარობა ხაშურს, სოლიდარობა ყველა იმ ქალაქს, რომელმაც ძალიან ხმამაღლა დააფიქსირა თავისი სათქმელი და სოლიდარობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ძალიან ზუსტად ესმის დღეს, რომ თუ კი დღეს არ ვისაუბრებთ, ხვალ ვეღარ ვისაუბრებთ. საკმაოდ ვრღელა ჯერ ერთი იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს იმასთან მიმართებით თუ რაზეც მინდა დღეს ვისაუბრო. ყოველი დღე ჩვენთვის არის ახალი გამოწვევა და ალბათ თამამად შემიძლია ვთქვა რომ ყოველი მეორე დღე არის ახალი დამღუპველი კანონის რეალობა ქვეყნისათვის. მაგრამ დღეს მინდა ვისარგებლო აქ ყოფნით და ერთ ძალიან კონკრეტულ კანონზე ვისაუბრო, რომელიც ფაქტობრივად სიჩუმეში ისე მიილია, რომ არც ერთ რეალობაში არ დადგა მასზე საუბრის დრო თითქოს. როგორც იცით, ქართულმა ოცნებამ წინა საარჩევნოდ კიდევ ერთხელ გამოიყენა სექსუალური და გენდერული უმცირესობები იმისათვის, რომ მას საარჩევნოდ თავისი ამომრჩეველი დაერწმუნებინა, რომ სიძულვილი არის ის გზა, რომლითაც შეიძლება შეინარჩუნო ქვეყანა. მან სცადა თავისი ამომრჩევლისთვის ეთქვა, რომ მე დავიცავ ეროვნულ ღირსებას იმის გამოყენებით, რომ სიძულვილი კანონად დავამკვიდრო და მან მართლაც დაამკვიდრა სიძულვილის კანონი, ამოაფარა ის ეროვნული ინტერესების, ქვეყნის ინტერესების საფარქვეშ და ოჯახის სიწმინდის საფარქვეშ და გვითხრა, რომ მე მაქვს იმის ძალაუფლება, რომ გადავწყვიტო ის თუ რამდენად აქვს ადამიანს ამ ქვეყანაში არსებობის უფლება და მე მაქვს იმის ძალა, რომ სიძულვილი როგორც კანონი ამიერიდან თქვენთვის იყოს ყოველდღიურობა. სამწუხაროდ ამ ამბავს საკმარისი გამოხმაურება არ მოყოლია არავისგან, არ მოყოლია არც ერთი პოლიტიკური სპექტრისგან, არ მოყოლია არც ერთი იმ ადამიანისგან, რომლისგანაც მოლოდინი გქონდა რომ ამაზე ისაუბრებდნენ. ამიტომ პირველი რეალურად ვისაც პასუხისმგებლობა უნდა აეღო იმაზე, რომ თუ კი ასეთი საყოველთაო დუმილია ამ ამბავზე ქვეყანაში, იმაზე რომ დაგვიკანონეს ერთმანეთის სიძულვილი ქვეყანაში, პირველი პასუხისმგებლობა ვისაც ეკუთვნოდა ამაზე იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ყოფილიყო პირველი, ვინც იტყოდა, მეგობრებო, ამაზე განგაშის ზარია შემოსაკვრელი, იმიტომ რომ ეს კანონი თითოეულ ჩვენგანს გვეხება. თუ კი სახელმწიფო იმ პერიოდში ჯერ კიდევ ლეგიტიმური მთავრობა თავის თავს აძლევს იმის უფლებას, თუ კი ისოდეს მე იყო ლეგიტიმური, ხო? თავის თავს აძლევს იმის უფლებას, რომ გვითხრას, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გძულდეს, მაშინ ეს ძალიან დიდი განგაშის ზარის საფუძველი უნდა იყოს. მაგრამ ამის ნაცვლად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აგერ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევა ვნახეთ, სადაც ოფიციალური განცხადება დადო, სადაც ის იცავს პირდაპირ თავისი თანამშრომლის ჰომოფობიას. ანუ არათუ განგაშის ზარი შემოკრა საზოგადოების მაუწყებელმა, არათუ ინფორმაციით აღვჭურვა ამ ამბავთან მიმართებით, არამედ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ გვითხრა, რომ მეც ვიზიარებ ამას და მე ვიქნები ის მედია საშუალება, რომელიც ამ სიძულვილის გავრცელებას დაეხმარება. ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს იქნება ეს აჭარაში თუ თბილისში, ორ რამეს გვთავაზობს, ან სიძულვილის დათესვასა და გავრცელებას, ან დუმილს. და თუ კი ჩვენ დღეს ყავს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დუმილს გვთავაზობს იმ პრობლემებზე, რომელზეც ხმამაღლა უნდა ვსაუბრობდეთ, მაშინ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, აქამდე ის არგუმენტი, რომ ახლა ამის თქმის დრო არ არის, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, ჩვენ თავებს ვაპატიოთ. ამიტომ დღეს ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვათ იმ ფაქტს, რომ პირდაპირ არ ვიცი ეს რატო შევა
ხელჩართულ ბრძოლაში რუსეთთან ყოფდა ბრძოლა მდინარეებისთვის, ბრძოლა შშმ პირებისთვის, ბრძოლა ქვიარებისთვის, ბრძოლა ერთმანეთისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის. არის ის, რაც გვაერთიანებს და ეს ყველა არის საერთო ბრძოლა და მას ქვია ქვეყნის გადასარჩენი ბრძოლა. ჩვენ დღეს ვდგავართ აქ, რადგან გვაქვს წმენა იმისა, რომ ყველა ეს ბრძოლა თუ კი ერთად უნდა იყრიდეს თავს, სადმე პირველ რიგში ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი. დიდი მადლობა.